თავი მე-15. გაუწყებთ თქვენ ზმანოს ახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც გახართ, რომლითაც გადარჩებით კიდეც თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გახარეთ, თუ ფუჭად არ ირწმუნეთ. ვინაიდან თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებში, და რომ დაკრძალულ იქნა იგი, და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებში, და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ 12-ს. შემდეგ გამოეცხადა 500-ზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთა უმრავლესობა აქამდე ცოცხალია, ზოგმა კი განისვენა. შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს, ხოლო ყველაზე ბოლოს გამომეცხადა მეც, როგორც უდღეურს. ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულებს შორის და მოციქულად წოდების ღირსიც კი არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღვთის ეკლესიას. მაგრამ ღვთის მადლით ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ მადლზე ყველაზე მეტ ვშრომობდი, არა მე, არამედ ღვთის მადლი, რომელიც ჩემთანაა. და მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომა. მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, ქრისტეც არ აღმდგარა. ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც. მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღმერთზე ცრომოწმენი, რადგან დავამოწმებდით ღმერთზე, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღდგებიან მკვდრები. ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ. მაშინ ისინიც დაღუპულან, რომელთაც ქრისტეში განისვენეს. და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ყოფილვართ. მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირმშო. ვინაიდან როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ მკვდრეთით აღდგომა. ვინაიდან როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში. და თითოეული თავისი წესით, პირმშო ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი, მისი მოსვლისას. მერე კი დასასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალს. ვინაიდან მან უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევდეს თავის ყველა მტერს, ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია. იმიტომ რომ ყოველივე დაუმორჩილა მის ფეხქვეშ, ხოლო როცა ნათქვამია რომ ყოველივე მას დაემორჩილა, ცხადია გარდა იმისი, რომელმაც მას დაუმორჩილა ყოველივე. და როცა ყოველივეს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში. თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლული, თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რაღაცომ ინათლებიან მკვდართათვის. და ჩვენც ყოველ ჟამს რატომ ვართ საფრთხეში? ვფიცავთ თქვენ და მე ჩემს სიკადულს ძმანო, რომელიც ჩვენ უფალ ქრისტე იესოში მაქვს, რომ ყოველ დღე ვკვდები. თუ ადამიანურად ვებრძოდი ავმხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით. ნუ დაიბნევით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს. გამოფხიზლდით ჯეროვნად და ნუ სწოდავთ. ვინაიდან თქვენ და სამარცხინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს. მაგრამ იტყვის ვინმე, როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენო. უგუნურნო, რასაც დათესავ არ გაცოცხლდება თუ არ მოკვდა. და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც იქნება, არამედ შიშველ მარცვალს ხორბლისას, ან რომელიმე სხვას. ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს, თითოეულ თესლს თავის სხეულს. ყოველი ხორცი ერთი ხორცი როდია, არამედ ადამიანის ხორცი სხვანაირია, ცხოველის ხორცი სხვანაირი, ფრინველის ხორცი სხვანაირი, თევზისა სხვანაირი. არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები, მაგრამ ციური დიდება სხვაა და მიწიერისა სხვა. სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით.
ასევე მკვდრეთით აღდგომაც. ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძალით. ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული. ასეც წერია, პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი მაცოცხლებელ სულად. მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი და შემდეგ სულიერი. პირველი კაცი მიწისგანაა მიწიერი, ხოლო მეორე კაცი ცისაგან. და როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. და როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერის ხატებაც. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუց ღვთისასუფევლის დამკვიდრება და ხრწნაც ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას. აი მე საიდუმლოს გეუბნებით, ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით. ერთ წამში თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას, ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს, ხოლო როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: სიკვდილი შთაინთქა ძლევით. სად არის სიკვდილო შენი ნესტარი? სად არის ჯოჯოხეთო შენი ძლევა? სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი. მუდამ მიუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუტი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე.